მე პირადად არ მომწონს როგორც გამოიყურება ვიზუალურად, მაგრამ ფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტი არ უნდა იყოს რაღაცის ნგრევა, არამედ შენება მაინც და უამრავი საქმეა სხვა გასაკეთებელი და არ მგონია, რომ რაიმე ხარჯის ან ენერგიის გაწევა ღირდეს ამის დანგრევა. უამრავი საქმეა, თუნდაც უფასო ყვება სკოლაში, რაზეც უკვე ძალიან დიდი ხანია ხალხი ლაპარაკობს, წამლები არ აქვს ხალხს. რა ვიცი, ელემენტარული რაღაცებია გასაკეთებელი და დანგრევის დრო არ არის ახლა ჩემი აზრით. სიმბოლო იყო როგორც თბილისის რა, ყველა ტურისტი მარტო ხიდის გარდა ამასაც უყურებდნენ, რომ რაღაც ლამაზ სიმბოლოც გვაჩვენებდა ჩვენს ქვეყანას და კარგად ანუ კარგ ფოტოებსაც იყენდნენ, ანუ ისე ტურისტები ამ იმასთან შესაძლებლობდნენ და ღირსშესანიშნაობასთან და ერთ-ერთი სიმბოლო იყო ქვეყნის და რა ვიცი, ქალაქის და ეხლა სხვააცაც რო აშენებენ, ძალიან მიტყდება გული. Говорят, что здесь будет красивый отель или продолжение парка. Никто не знает, что это будет. По крайней мере, кого я спрашивала, никто не знает. Но мне кажется, что они здесь просто ни к чему. А зачем? Столько места занимают, и ничего там не происходит. Никакой пользы от этого нет. ეიფელის კოშკიც არ მოწონდათ ხო თავიდან, მაგრამ ეხლა საფრანგეთი და პარიზი წარმოუდგენელია, პარიზის სიმბოლოა და ეხლა ნებისმიერ ადამიანს პარიზს რო ეტყვი, პირველ რიგში ეიფელის კოშკის ასოციაციას იწვევს. ამიტომ ეს რიყის დოქებს რო ეძახდით ხო, შეიძლება არ მოსწონდათ ხალხს, მაგრამ ძალიან ესეთი უამრავ ფილმში გადაიღეს მაგალითად, ეფექტიანი იყო, აი ეფექტურიც იყო, ეფექტიანიც იყო. ლამაზი შენობა, განსხვავებული შენობა იყო, მართლა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურის გასაკეთებელი და ახლა ერთი ხელის მოსმით ესე განადგურდეს, იმიტომ რომ ვიღაცებს არ მოსწონდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, საშვილიშვილო დანაშაული. ჩვენ გადავწყვეტეთ გავაკეთოთ სამართლებრივი რეაგირება, გავაგზავნეთ ოფიციალური წერილები თბილისის მერიაში და საკრებულოში, სადაც ვითხოვდით საჯარო განხილვებს ამ საკითხის. რა თქმა უნდა, ეს დაგვიანებულია და არავის არ აქვს ილუზია, რომ ამას რაიმე ეფექტი ექნება და რაიმე შედეგი ექნება. არანაირი წერილზე პასუხი არ მეგვიღია. ჩვენ გადავწყვეტეთ ამის შემდეგ, რომ მომავალ კვირაში შევიტანოთ სასამართლოში სარჩელი, ერთ-ერთი მოსარჩელე მეც ვიქნები. კიდევ ვიმეორებ, აი უკვე შენობა ფაქტიურად სანახევროდ დანგრეულია და არ გვაქვს არანაირი იმედი, მაგრამ ეს უნდა დაფიქსირდეს ეს ფაქტი. Если вот это восстановить, и там сделать бутик-отель, там, ну смотрите, плотный такой тбилисский район. Даже фильм Богдана Служи. Фильм. Он закончил. Он служил. არ შეიძლება რომ ერთ ლიდერს რაღაცა მოეწონოს და რაც არ უნდა ცნობილ არქიტექტორს შეუკვეთოს. ჩემთვის მიუღებელია აი ეს დაუკითხავად, საზოგადოებისგან დაუკითხავად ამის გაკეთება და ასევე მეორე ლიდერმა რომ რაც არ უნდა მოწონდეს და რაც არ უნდა ცუდი იყოს საზოგადოების დაუკითხავად მიიღოს გადაწყვეტილება რომ დაანგრევს.
1, 0, liftoff. Liftoff. Every day, history unfolds. Chance to change the lives of millions of people for the better. That's what I came into politics. A decision is made. A question is asked. A protest begins. A missile is launched. A treaty is signed. Change the political structures in this country for a long time to come. It is deeply humbling. A vote is counted. The world changes. We will have to raise our voices. We oppose violence. Hate, it is not a solution. We demand accountability from the government. Are we ready? But before the headlines, before the debates, before the opinions, there is the moment itself. The words that were spoken. By 2008, we knew that Epstein was a convicted sexual abuser. How was that not a deal breaker for the president? If you, Congresswoman, asked Bill Clinton that. The people who lived it, the images that tell the story, because the closer you are to the event, the closer you are to the truth. At APT, we believe news should begin where history happens, not where the arguments begin. Or do you want to go there? That's why we bring you the moments that matter. Accurate, powerful, timely, so you can see more, understand more, and decide for yourself. Accurate, powerful, timely,